გიორგი სალუქვაძის სახელობის კონკურს ფესტივალი, რომელმაც სტარტი დაბა ურეკში აიღო, დღეს ოზურგეთში დასრულდება. ამ წუთებში ანსამბლები საზეიმო მსვლელობით ოზურგეთის სახელმწიფო თეატრისკენ მიეშურებიან. ანსამბლებმა საკუთარი სახელების სკანდირებით საზეიმოდ მორთული ქუჩები მალევე ჩაიარეს. თეატრის კიბეებიდან ფესტივალის მონაწილეები საღამოს წამყვანმა ზაზა ჯინჭარაძემ გაამხნევა და თითოეული მათგანი გასამარჯვებლად განაწყო. მესამე წელიწადია უკვე ეს ფესტივალი მოტარდება. გიორგი სალუქვაძის სახელობის ფესტივალი არის, საკმაოდ ლამაზი, კარგი ფესტივალი. ცოტათი დაჩქარდა წელს შემოდგომაზე უნდა ჩატარებულიყო. ოზურგეთში დღესასწაული არის ოზურგეთის საამაყო კაცის, რომელიც მთელ საქართველოს საამაყოა, არა მარტო ოზურგეთის, არა მარტო გურიის, მთელი საქართველოს. ეს არის გიორგი იყო უпроსორად გიორგი სალუქვაძე, რომლის ღვაწლი არის ფასდაუდებელი და ჩვენ დღეს მომავალი თაობა ეს ბავშვები ამ კაცის ყვალზე მივდივართ და ვაფასებთ მის შრომას და ვცდილობთ რომ მივბაძოთ. თუ არ ვიქნებით ისეთები მივბაძოთ მაინც, რომ მისი სახელი, მისი ნაღვაწი არ იყოს დავიწყებული. და მესამედ მასპინძლობს ოზურგეთი ამ ღონისძიებას. დღეს ახლობით 1000-მდე ახალგაზრდა საქართველოს სხვადასხვა კუთხევიდან და სხვადასხვა ქვეყნიდან ღებულობს მონაწილეობას. ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი ინიციატივა არის. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ოზურგეთი ფოლკლორის ქალაქია და ოზურგეთში ეს კულტურა ძალიან წირმიდის. ჩვენგან მაქსიმალური ხარდაჭერა აქვს ამ ბავშვებს, ამ ახალგაზრდებს, რომლებიც დღეს ფესტივალში მონაწილეობას ღებულობენ. ეს არის საუკეთესო რამ, რაც მოეწყო ამ ლამაზ კუთხეში, სადაც გურია ქვია. დღევანდელ დღეს მთელი ბავშვებისთვის ლამაზი სამყარო მოეწყო და მე მიხარია, რომ ჩვენი ბავშვები სართიჭალის იმედი ამ ულამაზეს კუთხის ნახვით არის გახარებული, ზღვით ისიამოვნეს. ჩვენი ქვემო ქართლის და ჩვენმა რაიონმა დაგვაფინანსა, რომ ჩვენ ამ ფესტივალში მიგვეღო მონაწილეობა. ჩვენ ვართ ანსამბლი გუშინი ცეკვეთურეკში და ძალიან კმაყოფილი დარჩა ჟიურები და გიორგი სალუქვაძის სახელობის ანსამბლი ვართ და დღესაც ვაპირებთ ცეკვას თეატრში იმედია კარგად ვიცეკვ. ამის შემდეგ ყოველ თეატრის დარბაზში გადაინაცვლა და ფესტივალიც დაიწყო. სცენაზე ერთმანეთს მთელი საქართველოდან ჩამოსული 23 ანსამბლი ენაცვლებოდა, რომელთა შორის სტუმრები სომხეთსა და აზერბაიჯანიდანაც იყვნენ. შესრულდა ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ნომრები. პატარებმა სცენაზე ნამდვილი ცეცხლი დაანთეს, რაც მაყურებელში გულმხურვალე ემოციებს იწვევდა. საბოლოოდ გრან-პრი სამმა ანსამბლმა, ოზურგეთის ფესვებმა და ზენარმა, ასევე ფოცის ფაზისმა მიიღო. ბათუმის ქორეოგრაფიულ ანსამბლს კი თამარ ბეჟანიძის სახელობის სიგელი გადაეცა. უკვე ტრადიციად ქცეული ფესტივალი, რომელიც მესამე წელია მიმდინარეობს, ოზურგეთს მომავალ წელს დაუბრუნდება.